ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია არის ბოროტების სათავე და ყველა დანაშაული სათავეა. გომბელაურის მეთაურობით. ბევრი საუბრობთ ხარება, ათასობით ხარება დათარეშობს თბილისში. ისეთი 1000-ია და ალბათ მეტი. მაგრამ ყველაფერი მოდის აქედან. ივანიშვილის პირადი მცველისგან, ესეც დაავიწყდა ძალიან ბევრს. ივანიშვილის პირადი მცველი არის აქ გავწესებული, იმიტომ რომ იწავადოს ხალხზე. აწამოს ხალხზე. ეს ადამიანის უფლებების დარღვევა კი არ არის დღის განმავლობაში ასობით ადამიანის შემთხვევაში. ეს არის ასობით ადამიანის შემთხვევაში ადამიანების წამება. აი ამ ივანიშვილის მცველის არამზადას დავალებით იქნა დაყენებული ზედრუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ეკლესიასთან და არა მხოლოდ წამების სამაშრუტო მანქანა, სადაც შეყავდათ ადამიანები და აწამებდნენ გონის დაკარგვამდე ეცემდნენ და აქ წარმოდგენილია თითქმის ყველას ნაწამების ფოტო. ყველასი ვერც არის იმდენია. დანაშაულებრივი ჯაჭვი არის შექმნილი ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. ყველა ქვედანაყოფი და უწყება არის ჩართული ადამიანების გადაცებასა და ადამიანების წამებაში. მიაქცეთ ყურადღება, ჩვენ უფლებების დარღვევებზე კი აღარ ვსაუბრობთ, აი გადასტომებზე, წამებებზე ვსაუბრობთ. ყველა რგოლი არის ჩართული ამ ადამიანების წამებასა და გადაცებაში. ეს ჯაჭვი არის შექმნილი და ამ ჯაჭვის ყველაზე სამართლინო, ყველაზე ამორალური, ყველაზე უზნეო გაგიკვირდებათა და რგოლი არის საპატრონო პოლიცია. აი ეს ადამიანები არიან და მათი თანაშრომლები ყველაზე ამორალური და ყველაზე უზნეო ნაწამებ ადამიანებს, სულის ამოხტამდე ნაწამებ ადამიანებს რომ გადასცემენ ერთი შეხედვით თვითონ ზრდილობიან, თავაზიან, ოჯახში გაზრდილ ადამიანებს თვითონ რაღაცა გარდამავალი დროშასავით გულწასულ ადამიანებს და მერე დასმენით რომ ადამიანებს პატიმრობაში ამ ნაწამებ ადამიანებს რო უშვებენ. ეს ხალხია. აი ესეთი დანაშაულებრივი სინდიკატი შექმნა გომელაურ ივანიშვილმა, სადაც ყველაზე სამართლინო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამორალური რგოლი წარმომადგენლები არიან ესენი, აი პატრულის თანამშრომლები. თქვენ ხომ ნახეთ, როგორ უსწორდებოდნენ ხელკეტებით მოქალაქეებს პატრულის თანამშრომლებთან და იმ მოქალაქეებს ფსიქოლოგიურად განცდა დაეუფლათ სიმშვიდისა, რომ დაინახეს, რომ პატრულის მანქანებით განან, პატრულის თანამშრომლებით განან 10 მეტრში, 7 მეტრში, როგორ შეიძლება ახლა მიღბიან ადამიანება უმოწყალოდ გცემენ, რომ დაწმუნებული ვარ ყველას ეს განცდა. აი ეს ადამიანები, მათი კოლეგები ისხდნენ იმ მანქანებში, კონსერვატორიასთან, კერძოდ ბესიკის ქუჩასთან, იქ ალექსანდროვის ბაღთან. როდესაც ხედავდნენ, როგორ წერდნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ხო და როგორ არ არიან სამართლინოები და ამორალურები. და მერე ორღერძულა ხაზის გადაკვეთაზე გაარჩევებენ მანქანას და დოტაციებს უკითხავენ დღის განმავლობაში. ამიტომ ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, ორგანიზაცია, აბრივიატორი შენი სიცოცხლე საფრთხეშია. აი ამ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად მთლიანად უნდა მოიგოს ახლა. ჩვენ არც ერთი დღე ჩვენს როცა ვამბობ ხალხს გულისხმობ და ამ ხალხთა შორის ყველანი ვართ. პედიატრებიც, ინჟინრებიც, ზოგადად ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, ყველა ხალხი. რუსეთი აქ ვერ გამებდება. დიახაც, დღეს რუსეთი თბილისში დათარეშობს. ამათი სახით. კანონპროექტები შეაქვთ, ეხლა კანონად რო აქციონ, რომ მათმა მინისტრმა ივანიშვილის პირადმა მცველმა გომელაურმა ისედაც დანაშაულებრივ სინდიკატად გადაქცეულა აი ამ შენი სიცოცხლე საფრთხეშია სამინისტროში,
კონკურსი დაიყვანოს ნებისმიერი მოძალადე. ნებისმიერი მოთარეში ადამიანი აიყვანოს კონკურსის გარეშე. და რა იქნება ძირითადი მოთხოვნა ალბათ ასეთი ადამიანის აყვანისას. უნდა იყოს ყველაზე უზნეო, ამორალური, სადიზმისკენ მიდრეკილი ადამიანი. ოჯახში გაზრდილი არ უნდა იყოს და უინტელექტო უნდა იყოს. უინტელექტო ადამიანების მართვა არის შესაძლებელი. გუშინ აი ამ ხალხის, აი რა უწოდო არ ვიცი. კოლეგა ჭაჭავაძის გამზირზე აჩერებს ერთ ახალგაზრდას, უბრალოდ ზემელზე. და ჩხრეკენ მას. და დამცინავად ეუბნებიან გავლელ გოგოებს, რომ იმიტომ ჩხრექტო, მათ რამე არ ქონდეთ ხელკეტიო, ჯიბეში მერე თქვენ რომ არ გაგისტორდეთ. ეს ადამიანები არიან, ანუ თქვენი წაღებული 700-800 ლარი თუ 1000 სიცხვილია. რამდენ ადამიანს უნდა გაუჩეჩქოთ, სახლებში წაღებული ფული სიცხვილია. თქვენ იდექით და მოგმართეთ საუკეთესოდ მოქალაქეებმა. თავი გადაუხსნეს, ნაკერები ადებთ. 10 მეტრში ზონდერები სემდნენ, ის ზონდერები, რომელსაც ეხა თქვენი ხელმძღვანელი უკონკურსო დაიყვანს სამსახურში. და თქვენ ხართ ეხა სამართალ დამცველები და ჩვენვართ სამართალ დამღებები. ეს ადამიანები ყველა უნდა გათავისუფლდეს ხელისუფლების აი ამ რეჟიმის სრულებისთანავე დაკავებული თანამდებობიდან. ყველა იმ ზონდერებზე უარესები არიან, ხახტო ესენი. ისინი ზონდერები არიან და ვიზე დაიჭებიან. და ესენი არიან ადამიანები, აქედან რო გავლენ ერთმანეთს ყურში უჩუჩულებენ. რა საშინელება ხდება მართლა ზედმეტი მოდის ხმას ვერ იღებს. ისევე როგორც რუსეთში ვერ იღებენ მილიციელები და ომონელებს კი ომონელებს რატომ ეძახით? ეხა თურმე ნიღბების დარება უნდა აუგზავნონ დემონსტრანტებს, მაგრამ მათმა მეგობრებმა და ამათმა უნდა იარონ ნიღბებით და ხელკეტებით გაუმასპინძდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს რუსთაველის გამზირზე, ხო? რუსთაველის გამზირი არის ყველა საქართველოს მოქალაქის და ქართველის სახლი. ჩვენი სახლიდან ვერავინ მით უმეტეს რუსი ჩვენ ვერ გავკვრის. ეს პროცესი და ბრძოლა ძვირფასო მეგობრებო, მივა გამარჯვებამდე, ლოგიკურ დასასრულამდე. ეს პროცესი არ შეჩერდება. ამ მასშტაბის ძალადობა კი არა, ამის მეათედი მასშტაბის ძალადობა არ შერჩენია არც ერთ ხელისუფლებას. და ამათ მით უმეტეს, მაგრამ განსხვავება ის იქნება, რომ უამრავი ადამიანი აგებს პასუხს თავისუფალი სასამართლოს წინაშე. მათთვის მუშაობაც შეუულია ხალხის წამება. მაგრამ ყოველდღე ვესტუმრებით. მაგრამ ჩვენი ძირითადი პროტესტის კერა, ადგილმდებარეობა, ეს არის რუსთაველის გამზირი. უმნიშვნელოვანესი გამზირი, სადაც გადაწყდება, ისევე როგორც გადაწყვეტილა არაერთხელ ამ სახელმწიფოს ბედი. და იმ გამზირზე იქნება გამარჯვების დრო შეაფრიალებული და ეს მოძალადეები დამაწყებულები. ყველა აი ამ ადამიანი დაწყებული იმით გაგრძელებული. არ ვიცი რა თქვენი საკითხი და გვარი, მაგრამ აშკარად თუ არ ხართ მოძალადე, რამდენიმე დღეში გახტებით. იმიტომ რომ სხვანაირად აქ ვერ იქნებით. დღეს გეცვას ფორმა ნიშნავს ხარ წამებელი. დღეს გეცვას ფორმა ნიშნავს ხარ მოძალადე. დღეს გეცვას გომელაურ ივანიშვილის ფორმა არ ნიშნავს რომ ხარ წესიერი მოქალაქე და პატიოსანი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლით ანთებული მოქალაქე. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ. ყველა როგორ უნდა გამოიძახოს ასობით 1000-მა მოქალაქეებს აქ თბილისში და არა მარტო თბილისში. მართლა რომ დაგჭირდეს პოლიციელი. როგორ უნდა გამოიძახო მოძალადე, რომელიც სადარი დადგეს ზონდერის გვერდით და დაიკავოს მისი მხარე. ამაზეც დაფიქრდით. ბენზინის ტალონისთვის და იმისთვის, რა ქვია, ტელეფონზე რო ჩაგირიცხო რაღაცა 100 ლარი და ხელფასი რომ მოგცენ 1500 ლარი თუ რამდენიც გაქვს ჯანდაბა, ამისთვის კადრულობ, კაცო. აი მართლა ისე რო იყო, ისე მოქალაქე რო იყო, უბრალოდ გამლელი რო იყო, გამლელი და რო დაინახო 10 მეტრში უმოწყალოდ სცემდნენ უცხო ადამიანს.
აი სულ რო გავლელი იყო. პური რო გეჭირო სახში და იმაში უბანში რო იყო, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან და სახში რო ადიოდე. მაინც მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ დაეხმარო, წაი მინიმუმ პოლიციაში დარეკო, ხო? ფორმა როცა გაცვია, პატრულის მანქანაში ზიხარ და 8 მეტრში მართლა იმას აკეთებდნენ, რასაც აკეთებდნენ. სახში რომ მიხვედით, ან ცოლმა არ კითხათ, ან შვილმა არ კითხათ, ან დედამ არ კითხა, ან მამამ არ კითხა, რომ არ წვენია მანდ რომ მუშაობ, უკეთ. არ კითხა ასეთმა. ამიტომ მიუხედავად აი ამ წამებლებისა, აი ამ მოძალადეებისა, ასობით ადამიანის პირადი გმირობის ისტორია ვნახეთ, მოვისმინეთ, წავიკითხეთ. და ამ ადამიანების ისტორია, პირადი პერსონალური გმირობების თაობაზე ამ ქვეყნის წარმატების ისტორიად გადაიქცევა. და ამ ყველაფერს უზრუნველყოს პროცესი, რომელიც უკვე სულ უფრო და უფრო ზრუნდება და ძალას იღებს. ამ პროცესმა უნდა გაათავისუფლოს სახელმწიფო მოძალადეებისგან, ქვეყანა დაუბრუნოს ევროინტეგრაციის გზას და ამის შემდეგ ყველა მოძალადეც, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაპატიმრებული. მართლა ჩვენ ყველანი თქვენს სასამართლო პროცესებზე ვივლით, შევძლებთ, ვივლით და მათ შორის თქვენ ოჯახის წევრებსაც თვალებში ჩავხედავთ და თანაგზნობასაც გამოუცხადებთ. იმიტომ რომ ადამიანები აწამეთ ზედ რუსთაველის გამზირზე, ხახტო, აწამეთ. წამება რა არის, იცით, აწამეთ. ამ წამებას არავინ არ შეგარჩეთ.